საქართველოს შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეში. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას. ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. ამიტომაც ვართ ერთად. ამიტომაც ვართ ერთად. თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით. წინ საქართველო წინ. დიდი მადლობა. From Kedah, Shuakheri, Khulo, good afternoon. We are happy that this year, after Tbilisi, we are celebrating Europe Day here in Batumi with you. Ajara is a special region, distinguished with its history, traditions, diversity and tolerance. It is an example of harmonious cohabitation for all of us. Georgia and the European Union have a long history of successful partnership. This relationship has brought many benefits to the people of Georgia. Look around. See yourself what the EU has done in your villages and cities. In 2023, EU opened the door of the European family to Georgia, and your country became a candidate for EU membership. We celebrated this historic moment together. Today, Georgia's European integration has been stopped. It is regrettable that Georgia risks missing a historic chance of becoming a member of the European Union for a long time. Moreover, Georgia's democracy is again in danger. Becoming a member of the European family is an opportunity, not an obligation. It is based on a sovereign choice of the people and the state. The reality is that EU membership means peace, prosperity, and respect for history, culture, and traditions of all our countries. This is why we are together. If Georgia returns to the path of democratic development, we are ready to work with you for Georgia's EU membership. We are proud to be friends of Georgia. Today, let's celebrate what unites us and let's hope for a better future. Go forward, Georgia. Go. Thank you. მოგესალმებით ბათუმიდან. ბათუმში ევროპის დღე დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო. ვიდეო ერთად, რომელიც გვიყვება ევროკავშირისა და საქართველოს მრავალწლიანი პარტნიორობის შესახებ. ის გვახსენებს თუ რა ვეცდები რომ დაგათვალიერებინოთ თუ რა გელოდებათ ვინც დღეს მოხვალთ სასტუმრო შერატონში ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა, დასწრება ყველა შეუძლია. შეგიძლიათ თქვენი შაბათი დღე თუ კი არ გაქვთ ჯერ დაგეგმილი, შერატონში დაგეგმოთ, ასე ვთქვათ. სხვადასხვა სახის აქტივობებია დღის განმავლობაში, აქ საღამოს 5 საათამდე.
სხვადასხვა სახის ვორქშოპებია დღის განმავლობაში აქ დაგეგმილი, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მომსვლელს და მსურველს შეუძლია. სხვადასხვა პროექტის შესახებ შეძლებთ ინფორმაციის მიღებას ასევე. The future of our union and in our union and our union is not დღეს აქ ვორქშოპი იქნება, ხომ გამარჯობა, ბათუმელების ლაივში ვართ. თუ შეგიძლიათ მითხრათ დღეს რა შესთავაზებთ აქ მოსულ? ბავშვებისთვის მიმართულება გვაქვს, როგორ უნდა აკინძო გემის კარკასი, ფაზლივით არის, ასაცობი, მოზილებისთვის უფრო რთულ რაღაც საქმეებს გავაკეთებია. თქვენი რა ორგანიზაცია? ჩვენი არის არტელი, ფოტის მულტიფუნქციური ჰაბი არტელი, სადაც ვაკეთებთ არა მარტო გემების მაკეტებს, გვაქვს სხვადასხვა მიმართულებების ვორქშოპები, ფატიკა, მინანგარი დაზგური ბეჭდი. აი, ევროკავშირის როლი რა არის, წვლილი რა არის ამ საქმიანობაში? საქმიანობაში ახლა ჩვენ მონაწილეობთ შემოქმედებითი კომპასის პროგრამაში მონაწილეობთ, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მათი დახმარება, იმიტომ რომ რეგიონები მოკლებულია კულტურადღებით და დაფინანსებით, ამიტომ ევროკავშირის დახმარება ნამდვილად მნიშვნელოვანია და საჭირო საქმეს აკეთებენ. ვითარდება რეგიონებშიც კულტურა და ხელოვნება. დიდი მადლობა. თქვენი სახელი და გვარი? ირაკლი კეკელია, ფოთიდან, არტელის დამფუძნებელი. მადლობა. როგორც უკვე გაიგეთ, დღეს ვინც მოხვალთ სასტუმრო შეერატონში ევროპის დღის აღსანიშნავად, აქ დაგხვდებათ ბატონი ირაკლი კეკელია, რომელიც გასწავლით გემის მაკეტის ბათუმელები. გამოცემა ბათუმელები. ეს არის მედია წიგნიერების კუთხე. იცით თქვენ რომ დეზინფორმაცია დიდი დოზით არის შემოჭრილი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხარისხიანი მედია და მედია წიგნიერის საზოგადოება არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გამოსავალი ამ დეზინფორმაციასთან გამკლავების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე სიმართლეს და ხარისხიან მიუკერძოებელ მედიას ალტერნატივა არ აქვს.
გამარჯობა, ბათუმელებიდან ვარ. თუ შეგიძლიათ გითხრათ დღეს რა შესთავაზებთ თქვენ სტენდთან მოსულ მოქალაქეებს? ჩვენ მედიის განვითარების ფონდიდან და მოტანილი გვაქვს რამდენიმე სავარჯიშო, მედია წიგნების სავარჯიშოები, მაგრამ ეხლა თავაზობს ჩვენ ისტორიული ფოტოებიდან რეალური და არაფოტოების ამოცნობას გვაქვს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები, გვაქვს მეჩინგის სავარჯიშოები, მაგრამ საინტერესო აქტივობები გვაქვს და ჩვენით დაინტერესებული. ხარისხიანი მედიის როლზეც რომ გითხრათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც და ამასთან მზარდი პროპაგანდის და დეზინფორმაციის ტალღის გასამკლავებლად ხარისხიან მედიას რა მნიშვნელობა აქვს ამაზეც რომ გითხრათ? ნამდვილად ტექნოლოგიების განვითარება მოიტანა ის, რომ ძალიან გართულდა ინფორმაციის აღარებსოს ინფორმაციის ყველა შეუძლია რომ გაახსოვოს ინფორმაცია. ერთი კარგია რომ გვაქვს მრავალფეროვანი ინფორმაცია, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება არ გადის საერთო პოლიტიკას ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდე ხდება სოციალური ქსელების მეშვეობით. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ როგორ გავარჩიოთ რეალური ამბავი ნამდვილი ამბისგან და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი მედიის მხარდაჭერა და ისეთი მედიის მხარდაჭერა, რომელიც მისდევს სტანდარტს, იცავს ეთიკურ პრინციპებს. ამიტომ ჩვენ მედიის განვითარების ფონდი ამხრივ ვცდილობთ რომ ხარი დავუჭიროთ ყველანაირად. დიდი მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? მინა გეორგი. დიდი მადლობა. ეს იყო მედიის განვითარების ფონდის სტენდი, სადაც როდესაც მოხვალთ შეერატონში, შეძლებთ საინტერესო აქტივობაში ჩართვას. აქეთ რა ხდება? ვეცდები რაიმე საინტერესო აქტივობები. გამარჯობა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. რას თავაზობს თქვენი სტენდი დღეს აქ? რომელ საათამდე იქნებით? 5 საათამდე. დიდი მადლობა. ესეც საინტერესო აქტივობა შეგიძლიათ აქ ნახოთ. აი ამ ხარესაც გავიდეთ და ვნახოთ რა ხდება. რაღაც საინტერესო აქტივობებია. როგორც მიხდი. სხვადასხვა ქვეყნის კულტურის დაცნობა შესაძლებელი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეებია მოწყობილი. სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ამ ქვეყნის კულტურის შესახებ, ასევე გაცვლით პროგრამების შესახებ არის ხოლმე მრავლად ინფორმაცია, სასწავლო პროგრამების, სხვადასხვა ამ ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყანასთან რა ურთიერთობების რა ისტორია აქვს საქართველოს, ამის შესახებ შეგიძლიათ ხოლმე მიიღოთ ინფორმაცია. ეს არის ავსტრიის სტენდი, პოლონეთის სტენდთან მოვიდეთ ახლა. სადაც მრავლად არის საინტერესო წიგნს თავაზობს პოლონეთის საელჩო. ეს შვედეთის სტენდია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც
უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საზღვრისპირა კონფლიქტის პირა რეგიონებში. საოკუპაციო ხაზთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი. აქეთ საბავშვო კუთხეა მოწყობილი. მარტივად დღის 5 საათამდე გაგრძელდება ევროპის დღის აღნიშვნა ბათუმში, სასტუმრო შეერატონში. მონაწილეობა ნებისმიერ შეუძლია, შეგიძლიათ მოხვიდეთ თქვენს შვილებთან, ახლობლებთან ერთად და აღნიშნოთ ევროპის დღე. აქ ტექნოლოგიების კუთხეა. ლილი ფულარიანია დღეს ამ სექციაში. ძალიან საინტერესო და კარგი აქტივობები გელით. მე ამით დაგემშვიდობებით და თქვენ გირჩევთ რომ მოხვიდეთ სასტუმრო შეერატონში, სადაც მრავალი საინტერესო გასართობი შემეცნებითი აქტივობა გელით.